ეთანხმებით მაგას, რომ დამოკიდებულება მუცელში ვითარდება? ვეთანხმები. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ზოგადად დამოკიდებულების მიზეზებზე თუ გადავალთ, ეს არ არის ერთი მიზეზი. ერთი მიზეზი რო იყოს, უფრო მარტივად იქნებოდა საქმე, ამ მიზეზზე მოახდენდით ფოკუსირებას, ვიმუშავებდით და შედეგსაც მივიღებდით. თუმცა უამრავი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის გენეტიკური განწყობა. ანუ ის თავისებურებები, რომელიც ადამიანს უკვე თანდაყოლილად აქვს. რაც ხშირ შემთხვევაში ხდება შემდგომ დამოკიდებულების განვითარების მიზეზი. ფსიქოლოგიური თავისებურებები, ვთქვათ, აი ბავშვობაში ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, მიდრეკილება ტყუილებისკენ, გადახრილი ქცევა, აი დევიაციურ ქცევას ეძახიან. მოზარდობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია თვითშეფასების დეფიციტი. ან დიდი ნაპრალი საკუთარ შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს შორის, როცა ვერ აღწევ იმას, რაც შენ არ შეგიძლია, ეს თვითშეფასების დაცემას იწვევს და შემდგომ გამოსავალი არის გაქცევა და გაქცევის ყველაზე კარგი საშუალება ფსიქოაქტიური ნივთიერება, სიყვარულის დეფიციტი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ადამიანები, რომელსაც არ აქვს ბედნიერების უნარი, ხშირად ცდილობენ, რომ ბედნიერება იყიდონ. მაგრამ ბედნიერება არ იყიდება, ბედნიერება არის დასწავლადი. ჩვენ შეიძლება არ დავიბადოთ ისეთი გაბედნიერებული, თუმცა შეიძლება ადამიანმა გამოიმუშაოს უნარი, რომ აქ და ამჟამად იყოს ბედნიერი და არ მოახდინოს უარყოფითზე ორიენტირება, პირიქით პატარ-პატარა დეტალებით, რაც ქმნის შემდგომ მთლიანად ბედნიერებას, ამით მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისგან.